ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე მე ჟურნალისტი სოფო ხანიშვილი გრიგავარ. ახლა აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ფრენები ისევ შეჩერებულია თელ-ავივში, დუბაიში, დოჰასა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევენ. ფრენები ყველა რისკის ზონაში 7 მარტის ჩათვლით გაუქმებულია საქართველოდანაც სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით სპეცრეისები უკვე სრულდება. პირველი რეისი განხორციელდა გუშინ, სპეცფრენა შესრულდება დღესაც და ხვალაც. ახლა აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები რეგიონის მასშტაბს გაცდა და უკვე აისახა შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზე. Dow Jones-ის ინდექსი 1,11% დაეცა, Standard & Poor's 500-მა 0,44% დაკარგა, Nasdaq-ი კი 22,668,000-მდე შემცირდა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა ევროპულ ბაზრებზე. ყველა საიმედო აქტივად კი ამ რეალობაში ისევ ოქრო რჩება. უნციის ფასი $5,100 ნიშნულზე მაღლაა, რაც შეეხება ნავთობს, დაძაბულობამ განსაკუთრებით იმოქმედა ნავთობის ფასებზე. ამ დროისთვის ბარელის ღირებულებამ უკვე გადააჭარბა $81. მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა იაპონიისა და სამხრეთ კორეის საფონდო ბაზრებზეც. ამ შემთხვევაშიც ინვესტორების განწყობაზე გავლენა სწორედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ მოახდინა. Reuters-ის ცნობით იაპონიის მთავარი საფონდო ინდექსი Nikkei 225,4% შემცირდა, რაც ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი შემცირებაა. სამხრეთ კორეის ძირითადი ინდექსი Kospi კი 7,24% დაეცა. დაძაბულობა რეგიონში გრძელდება და ინვესტორები ვითარების განვითარებას აკვირდებიან. შეერთებულ შტატებს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა მსოფლიო ეკონომიკაზე რეალურ ზეწოლას ახდენს. ამის არაერთი დამადასტურებელი შედეგი უკვე სახეზეა. ჩვენც ვისაუბრეთ დღეს კიდევ ერთხელ. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემები Reuters-ი, The Washington Post-ი, AP News-ი და Le Monde წერენ, რომ ენერგომატარებლების ფასების ზრდა შესაძლოა ახალი ინფლაციური ტალღის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით ევროპაში. რა ემუქრება ევროზონას და რამდენად რეალურია გლობალური ეკონომიკური შოკი? დეტალებს თამარ გაზდელიანი მოგვიყვება. ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაცია უკვე გლობალური ეკონომიკის დღის წესრიგშია. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში მსოფლიო შესაძლოა ენერგეტიკული და ინფლაციური შოკის წინაშე აღმოჩნდეს. ევროპის ცენტრალური ბანკი უკვე აცხადებს, რომ რისკები რეალურია. ევროზონისთვის მთავარი სიგნალი ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ფილიპ ლეინმა გააჟღერა. მისი განცხადებით, თუ კი კონფლიქტი გახანგრძლივდა ენერგორესურსების ფასების ზრდა ინფლაციას მკვეთრად დააჩქარა და ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს. როგორც Reuters-ი წერს, ნავთობის ფასმა უკვე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. ინვესტორები შიშობენ, რომ მიწოდების ჯაჭვი შესაძლოა შეფერხდეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე შეექმნება ჰორმოზის სრუტის მარშრუტს, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის. Washington Post-ი კი წერს, რომ ნავთობის ფასის ზრდა ავტომატურად ზრდის საწვავის ფასებს, ტრანსპორტის ხარჯებსა და წარმოების დანახარჯებს, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება. ანუ ენერგიის გაძვირება ინფლაციას მთელს ეკონომიკაში გაავრცელებს. გამოცემის ცნობით ევროპისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, რადგან რეგიონი ჯერ კიდევ ცდილობს პოსტპანდემიური და უკრაინის ომის შემდგომი ინფლაციური წნეხიდან გამოსვლას. კონფლიქტის პარალელურად იზრდება ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის რისკი. ამ ეტაპზე ევროზონის ინფლაცია დაახლოებით მიზნობრივ 2%-თან ახლოსაა. თუმცა თუ ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, ევროპის ცენტრალური ბანკი შეიძლება იძულებული გახდეს გადადოს საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ან კვლავ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. ეკონომისტები უკვე საუბრობენ სტაგფლაციის საფრთხეებზე. სიტუაციაზე, როდესაც ფასები იზრდება, მაგრამ ეკონომიკა ნელდება. პარალელურად AP News-ის ცნობით გლობალურმა საფონდო ბაზრებმა უკვე აჩვენეს მერყეობა არსებული სურათის გათვალისწინებით. ევროპული ინდექსები დაეცა, შემცირდა ავიაციისა და სამრეწველო სექტორების აქციები, თუმცა გაიზარდა თავდაცვის სექტორის აქციები. ასევე გაიზარდა ოქროს ფასი, როგორც უსაფრთხო აქტივის. გამოცემები წერენ, რომ ინვესტორები აშკარად გადადიან რისკისგან დაცულ სტრატეგიებზე. ავტორიტეტული გამოცემები ასევე წერენ, რომ ენერგეტიკული შოკი მხოლოდ ევროპას არ შეეხება. არსებული რეალობა დიდი გამოწვევა იქნება განვითარებული
განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ნავთობის გაძვირება ნიშნავს, რომ მსგავს ქვეყნებში საწვავიც გაძვირდება, ასევე მნიშვნელოვნად გამყარდება დოლარი და გაუარესდება სავაჭრო ბალანსები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ენერგოიმპორტზე არიან დამოკიდებული. თუკი ჰორმუზის სრუტეში ტრანსპორტი შეფერხდება, ეს შეიძლება იქცეს ფართომასშტაბიან გლობალურ ენერგოკრიზისად. გლობალური პროცესებიდან დაბრუნდეთ ისევ საქართველოში. ლიბერთი განაგრძობს განვითარებას, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი. გასული წელი ბანკისთვის შედეგიანი იყო. მომხმარებლის თითქმის ყველა სეგმენტმა ისარგებლა ლიბერთის სხვადასხვა პროდუქტით. მათ შორის ტოპ-ქარდით, რომელიც უკვე 2 წლის გახდა. როგორია ლიბერთის შედეგები და სამომავლო გეგმები სასესხო პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სულუაშვილი. გამარჯობა დავით, მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით, მადლობა. დავიწყოთ მაინც ახალი წელი 2 თვეა უკვე ძალაშია. ახალი წელი უკვე პრინციპში შეგვიძლია ეს 2 თვე შევაჯამოთ 2026 წლის, თუმცა ალბათ ეს 2 თვე იქნებოდა გარკვეულწილად გაგრძელება 2025 წლის ტენდენციებისაც. როგორი იყო ეს წელი, რით იყო გამორჩეული და რა პროცესები განვითარდა უკვე ამ 2 თვის განმავლობაში? მადლობა. 2025 წლიდან დავიწყებ და 26 გავაგრძელებ. საკმაოდ შედეგიანთან ერთად საინტერესო წელი იყო, იმიტომ რომ 2025 წელმა საშუალება მოგცა დაუკვირვებოდით, რამდენად წარმატებით ვახორციელებთ 2023 წელს დაგეგმილ სტრატეგიას და უკვე შედეგების გაზომვის საშუალება მოგვეცა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საცალო სასესხო პროდუქტების მიმართულებაში ფოკუსი შეგვემცირებინა სოციალურ კრედიტებზე და ეს პირდაპირ აისახა რიცხვებში და ჯამურად 45% წილიდან ჩამოვედით 25%-მდე. ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური კრედიტების გაცემა შევწყვიტეთ, ეს ნიშნავს, რომ ფოკუსი გავაძლიერეთ სხვა მიმართულებებში. ეს სხვა მიმართულება რა არის, ხო? ძირითადად იპოთეკური სესხები, სახელმწიფო სამომხმარებლო სესხები, საკრედიტო ბარათები, განვადება, თქვენივე ნახსენები ტოპ-ქარდი და ასე შემდეგ წვრილ-წვრილი პროდუქტები. კონკრეტულად შედეგებზე რო ვისაუბრო, იპოთეკური სესხების პორტფელი ჩვენთან გაიზარდა 68% წლიდან წლამდე, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და ამის ძირითადი მიზეზი უკან იდგა ის, რომ მთელი წლის განმავლობაში კონკურენტული ფასები ჰქონდა ბაზარზე და იპოთეკურ სესხზე ძირითადად გადაწყვეტილების მიღების დრო მნიშვნელოვანი არ არის. ერთ წუთში დაუბრუნე პასუხს თუ 1 საათში, იმიტომ რომ ძირითადად ბაზარზე 1-2 დღე მაინც ჭირდება პასუხის დაბრუნებას და მნიშვნელოვანი არის ფასი და ამ კომპონენტში საკმაოდ კონკურენტული ვიყავით მთელი წლის განმავლობაში. სამომხმარებლო სესხების ნაწილს რაც შეეხება 33% გავიზარდეთ წლიდან წლამდე და აქ უკვე მნიშვნელოვანი იყო, რომ ფოკუსი გავაძლიერეთ სისწრაფეზე. ავტომატიზაციის მაჩვენებელი ავწიეთ 82%-მდე, ანუ კი და არას ვაბრუნებთ დაახლოებით 1 წუთის ინტერვალში და მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. დამტკიცების მაჩვენებელი გავზარდეთ, ფასწარმოქმნის პოლიტიკა შევცვალეთ და რისკზე დაყრდნობილი ფასის მექანიზმი შევიმუშავეთ, რომელიც ყველა კლიენტს ინდივიდუალურად უბრუნებს გადაწყვეტილებას და ასევე სკორინგი 1 წუთის ინტერვალში აბრუნებს პასუხს ძირითადი განაცხადების 82%-ის შემთხვევაში და ამან ააჩქარა ჩვენი განაცხადის დამუშავების ეტაპი, რა თქმა უნდა, მომხმარებლების კმაყოფილებაზე აისახა და შემდეგ უკვე ითარგმნა ეს პორტფელის დასში. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი წელი იყო განვადების და ტოპ-ქარდის მიმართულებით, იმიტომ რომ აქამდე ბაზარზე აქტიურად არ ვიყავით განვადებაში წარმოდგენილი და დაახლოებით 100-ზე მეტ ობიექტში ვართ უკვე განვადების მენეჯერით წარმოდგენილი და თვითონ ეს განვადების მენეჯერების არხშივე აქტიურად იყიდება ტოპ-ქარდი, რომელიც თქვენივე ეთერში თქვენივე ეთერის საშუალებით 2023 წელს მაშინ გავაჟღერეთ, როცა ვიყიდეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და პრინციპში შევძელეთ ის, რომ ის მომხმარებლები შევინარჩუნეთ და პირიქით გავზარდეთ. ახალი მომხმარებლების რაოდენობა პორტფელიც გავზარდეთ წლიდან წლამდე 15%-ით და ანუ გაამართლა მაგ კონცეფციამ და როგორ აისახა და როგორი გავლენა მოახდინა მომხმარებლის ქცევაზე. ტოპ-ქარდმა შემიძლია ვთქვა, რა თქმა უნდა, გაამართლა. პირველ რიგში ჩვენვე ბანკშივე გვქონდა შიშები, რომ შეიძლებოდა მომხმარებლების, ჩვენი ბანკის მომხმარებლებს დადებითად არ მიეღო ეს პროდუქტი, იმიტომ რომ ცოტა კომპლექსურია. სხვადასხვა ბანკების 2-3 პროდუქტს აერთიანებს თავის თავში და ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ეს კომპლექსურობა წინაღობა ყოფილიყო. თუმცა კარგი ის არის, რომ არათუ ჩვენივე ბანკის მომხმარებლებმა მიიღეს ეს, არამედ სხვა ბანკის მომხმარებლები მოიზრდა და ჩვენ ბანკში მიმდინარე მდგომარეობით პირველ ადგილზე არის ახალი უნიკალური სესხებლების მოყვანის კუთხით.
იმიტომ რომ ეს პროდუქტი თავისთავში მოიცავს განვადებასაც, სხვა ბანკის გაანაწილესაც, წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტსაც, ქეშბექებსაც და ასე შემდეგ რა. შეგვიძლია ვთქვა თუ არა რომ აი ტოპკარდის ამ კონცეფციამ გარკვეულწილად ის შედეგები რაც თქვენ ახლა რიცხვებში მოგვიყევით, აი ამ რიცხვებში გარკვეული როლი შეასრულა ამ რიცხვების მიღებაში. თვითონ თქვით რომ იმ სესხებლები მოგვიყვანა ამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც ბანკში ვუყურებთ, ერთ მომხმარებელი რამდენ პროდუქტს ითვისებს ბანკში. და ძირითადად ესე იყო, რომ თუ ჩვენთან ვიღაცა იპოთეკურ სესხს იღებდა მაგალითად, ის აღარ იღებდა დამატებით სამომხმარებლო სესხს, ან განვადებას და ასე შემდეგ და ძირითადად ერთი პროდუქტით შემოიფარგლებოდა, დაიხურებოდა და ბანკთან კავშირს წყვეტდა. დღეს ეს მოცემულობა მთლიანად შეცვლილია. არ ვიტყვი, რომ ეს მაინც და მაინც ტოპკარდის დამსახურებაა, იმიტომ რომ თვითონ ბანკში ბევრი მიმართულება, აი ჩვენ ერთ-ერთი სტრატეგიის ნაწილი რაც იყო, ეს მხოლოდ სესხების მიმართულებით არ შეგვიცვლია სტრატეგია. ეს იყო მთლიანი ბანკის მასშტაბით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის, რომ მომხმარებლებს ჩვენთან ბანკინგობა უნდა უნდოდათ ყოველდღიურ ჭრილში. ტოპკარდს ის უპირატესობა აქვს, რომ ყველაზე ლოიალური მომხმარებლები ჩვენ ბანკში პროდუქტის მიმართ არიან ტოპკარდის მიმართ, იმიტომ რომ ჯერ უკმაყოფილების კვლევაში არ შეგხვედრი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილებას აფიქსირებს, თუ რა თქმა უნდა, სადმე რაღაცა მცირედი პროგრამული ხარვეზის გამო რაღაც არ მოხდა, რომელსაც დაუყოვნებლივ ვასწორებთ, თუ რაიმე ტექნიკური ხარვეზი იქნება და აი ამ ლოიალობას მოყავს ის, რომ ტოპკარდის ამღები მომხმარებლები დიდხანს რჩებიან ბანკში, 1% გვაქვს გაუქმების მაჩვენებელი, ვინც აიღებს და დაფარავს, აღარ აუქმებს და მომდევნო თვეების განმავლობაში მუდმივად აქციებს ეროლდება, რომ ისევ გამოიყენოს და უკვე ტოპკარდთან ერთად უკვე სხვა დამატებით პროდუქტებსაც იძენს. ეს არის ძალიან კაი. ვერ ვიტყვი, რომ იპოთეკური საზღვრები ტოპკარდმა გაზარდა, თუმცა კომპლექსურად თავის ზრდის და სხვა პროდუქტების აღებისკენაც უბიძგებს უკვე. 15%-ით გაიზარდა ამ 3 წლის, ამ 2 წლის განმავლობაში. არა, მხოლოდ 2025 წელს. საინტერესო მოცემულობა. ასევე თქვენ ახსენეთ სოციალური კრედიტის მაჩვენებლის შემცირება. რა გეგმა გაქვთ? აი მაგალითად წელს რა ნიშნულზე გინდათ რომ დაიყვანოთ 25%-მდე შეამცირეთ ხო როგორც თუ სწორად მახსოვს. რა არის თქვენი მთავარი მიზანი და ნიშნული და საერთოდ რას აპირებთ წელს როგორი გეგმები გაქვთ? არა მხოლოდ სოციალური კრედიტის მაჩვენებლის შემცირების კუთხით, არამედ შეთავაზების კუთხითაც. კი ბატონო, ორივეს გავცემ პასუხს. სოციალური სარგოს მიღები მომხმარებლების სეგმენტი ძირითადად ძალიან სენსიტიურია და როგორი კუთხითაც არ უნდა დავანახოთ ბანკი რას აკეთებს, ძირითადად შემთხვევაში მაინც უარყოფითი კონტექსტით ხდება ამის აღქმა. მაგალითად 2024 წელს სრულ სოციალურ პორტფელზე მოხდა საპროცენტო განაკვეთების შემცირება და დავიდა სტანდარტული სახელფასო სამომხმარებლო სესხების კრედიტის საპროცენტო განაკვეთამდე. აქვე დამატებით შემიძლია ვთქვა, რომ სოციალურ სეგმენტს არ აქვს არანაირი გაცემის საკომისიო, განახდების საკომისიო, წინსწრების საკომისიო, ვადაგადაცილებაზე არ ირიცხება ჯარიმა, არ იხდის დამატებით სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს, ჯვარი წერია ყველას და გარდაცვალების შემთხვევაში არ ხდება მათზე რაიმე სესხის გადახდის ვალდებულების დაკისრება და თლიან პასუხისმგებლობას ბანკი იღებს და სესხის ჩამოწერას ახდენს. ანუ ამ სეგმენტზე ჩვენ რო ვთქვით, რომ ფოკუსს ვამცირებთ და გადავდივართ სხვა სეგმენტზე, ეს თავისთავში მოიაზრებდა, რომ ამ სეგმენტზე რის შეღავათების გაკეთება შეიძლება და იმ ეტაპზე გავაკეთეთ და მეორე რომ ამ სეგმენტს არ უყურებთ ჩვენ როგორც ბანკისთვის ძირითადი შემოსავლების მიღების მთავარ მაგენერებელ წყაროს. ამიტომ გადავედით სხვა მიმართულებაზე. ის რომ ჩვენ 45%-დან ჩამოვედით 25%-მდე პორტფელში სოციალური სეგმენტის წილი რაც ჰქონდა. ეს არნიშნავს, რომ ამ ხალხს მოთხოვნის შესაბამისად სესხებს არ ვაძლევთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივი ნაკადი იმხელა გვაქვს ჩვენ ფილიალებში და მოთხოვნა იმხელა, რომ მათზე სესხის არ დაკმაყოფილება ძალიან ცუდად აისახება ისევე მათზე. ჩვენ ფოკუსის შემცირებაში გულისხმობთ იმას, რომ ფორსირებულად არ ვაკეთებთ მათზე მარკეტინგულად რაიმე ტიპის შეთავაზებებს, არ უგზავნით SMS-ებს, არ ურეკავთ ფილიალში მოსულ მომხმარებელს, არ ვთავაზობთ სესხი ხომ არ გნებავთ, აიღეთ. მათსავე მოთხოვნაზე დაყნობით უბრალოდ პასუხს რეაგირებას ვაკეთებთ და თუ გნებავთ კი ბატონო ეს დარჩება ესე 25%-ზე თუ გაქვთ თქო გეგმა კიდევ შემცირდება აუცილებლად რიცხვი წინასწარ არ მინდა ვთქვა იმიტომ რომ იმაზე სწრაფი ტემპით ხდება ეს შემცირება ვიდრე ჩვენვე გქონდა დაგეგმილი არა იმიტომ რომ თვითონ ამ სოციალური სარგოს მიღებ პირებს აქვს ნაკლები მოთხოვნა უბრალოდ სხვა სეგმენტებში იმდენად სწრაფად ძლიერდებით რომ ბუნებრივადაც ეს წილი კიდევ უფრო მცირდება თუმცა რა თქმა უნდა აქეთა მხარეს სესხის გაცემებსაც ვამცირებთ მაგრამ ეს იმდენად სწრაფად იზრდება რომ ეს წილს
უფრო სწრაფად ამცირებს. მაგალითისთვის რომ თქვა 2025 წელს 33% გავიზარდეთ ჯამურად მთლიანი საცალო მმართველობის პორტფელი და წელს რაც დავიგეგმეთ, იმასთან შედარებით უკვე გადაჭარბება გვაქვს ბიუჯეტი, რაც დავადგინეთ. პირველ ორ თვეშიც კი ავწვდით უკვე და დაახლოებით 30 მილიონიანი გადაჭარბება გვაქვს. შეიძლება ხა 30 მილიონი ბევრი არაფერი, მაგრამ იანვარი, თებერვლის ფონზე, როცა ბაზარი არც აქტიურია, 30 მილიონით მაინც ავწვდით და დაბიუჯეტირებულ მაჩვენებლებს გადავწვდით. რა არის ამის მიზეზი? რა იწვევს ამას? თქვენი შეფასებით. ამისი მიზეზი ბევრია. პირველ რიგში აი სტრატეგიის ნაწილი რო თქვა, ხო? მას სეგმენტზე, ანუ არა პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე მომხმარებლებზე ფოკუსი გავაძლიერეთ ფილიალებში. ფილიალებში ფოკუსი გაძლიერება ნიშნავს, რომ პირველ რიგში რომ ფილიალები გარემონტდა, რიგის მართვის ნაწილი მოწესრიგდა და ფილიალებში გაჩნდა ურთიერთობის მენეჯერები, რომლებიც აი ამ მომხმარებლებზე ფოკუსირებულად მუშაობს და მომხმარებლების რიგში დგომა არ უწევს, პირადად შეუძლია ეკონტაქტოს, არა მარტო ფილიალში, ასე კომფორტი გაჩნდა. მეორე ნაწილია რომ დაგვემატა სტუდიო მიმართულება, პერსონალური მომსახურების საბანკო მიმართულება სტუდიო, რომელიც ჯერჯერობით თბილისში და ქუთაისშია წარმოდგენილი და კიდევ გავფართოვდებით და ამ ნაწილმა გააძლიერა ჩვენივე ბანკის მსხვილი სახელფასო მომხმარებლები და არა მარტო სახელფასო, არასახელფასო, ვინ ჩვენ ბანკთან რაიმე ტიპის შეხება ქონდა, მოვიბით გრძელვადიანი პერსპექტივით და სხვა ბანკის მომხმარებლებზეც გადავედით, ვისაც განსხვავებული პრემიალური მომსახურება ჭირდება, გავაძლიერეთ კოლ-ცენტრი, აქამდე თითქმის შეუძლებელი იყო რომ დაგერეკათ და რიგში ყოფნის გარეშე შემოხვედრილი ყავით და ეხლა არა მარტო ეს მაჩვენებელი გავიუმჯობესეთ, გამავალი ზარების გუნდი გაჩნდა რამოდენიმე, რომლებიც იქით შეგიძლია დარეკოთ 96% გვაქვს, ანუ პასუხის მაჩვენებელი მხოლოდ 4% ვარდება, ვინც რიგში დგომის გამო აღარ გველოდება და რაც 4% ამ სეგმენტში ძალიან ისეთ კარგი მაჩვენებელია. და ასე შემდეგ, მოკლედ, ბევრი მიმართულება. ძირითადად მომხმარებლისთვის, მომხმარებელზე ორიენტირებულმა მიდგომამ გამოიწვია ეს. აღარ შევეხები იმას, რომ დიჯიტალიზაციას ჩვენ სხვა ბანკებივით სტრატეგიულად ყურადღებას ვაქცევთ, მივყვებით ინტერნეტ და მობაილ ბანკში ბევრი რაღაცები გავაჩინეთ. ეხლაც ამასაც შემიძლია ვთქვა, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკში სამომხმარებლო სესხებზე წინასწარ დამტკიცებული ლიმიტები სადღაც 6-ჯერ გაიზრდება და დამატებით კიდე landing page-ს ვაკეთებთ, სადაც ასევე დისტანციურად შეძლებენ თავადვე მომხმარებლებმა, რომ განაცხადეს შეავსონ და ერთ წუთის ინტერვალში სამომხმარებლო სესხები აიღონ. ბევრი ესეთი რაღაცა კეთდება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს და ამ თემებზე ალბათ კიდე მოგვიწევს არაერთხელ შეხვედრა. დიდი მადლობა ბატონ დავით, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო მაყურებელს შევახსენებთ ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სულუაშვილი. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას სხვა თემით. საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მასშტაბურ გეგმას ახორციელებს. ამის შესახებ ბაქოში გამართულ მინისტერიალზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ენერგეტიკული სტრატეგია აწლიან სამოქმედო გეგმას ეფუძნება და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ელექტროენერგეტიკული სექტორის სრულ თვითკმარობას. გაცხადებული გეგმის მიხედვით პროექტების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2.5-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით 11,500 მეგავატს მიაღწევს, რაც ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გააზრდის. იმპორტს კი ნულამდე შეამცირებს, ასეთია გეგმა. მინისტერიალზე ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს 1300 მეგავატიანი გადამცემი ხაზით, ასევე მწვანე ენერგიის დერეფანზე, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობასა და ენერგეტიკულ დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს. საქართველოში რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე ზედამხედველობის ახალი წესი დამტკიცდა. დოკუმენტი განსაზღვრავს, როგორ განხორციელდება კონტროლი კომპანიებზე, რომლებიც რკინიგზით ქიმიურ, აალებად და ფეთქებად ნივთიერებებს გადაადგილებენ. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ბრძანებით შემოწმებები იქნება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური. ზედამხედველობა აღარ იქნება ფორმალური პროცესი და რეაგირება შესაძლო საფრთხეებზე ოპერატიულად მოხდება, ესეც სააგენტოს განცხადება. დოკუმენტის მიხედვით გადამზიდავ კომპანიას უნდა ჰქონდეს ტვირთის კლასიფიკაციის მონაცემები, უსაფრთხოების ინსტრუქციები, პერსონალის გადამზადების დამადასტურებელი ინფორმაცია და ავარიული რეაგირების გეგმა. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიები მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ გადაზიდვისთვის, არამედ რისკების მართვისთვისაც. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს ინსპექტორების მიერ ადგილზე კონტროლის მექანიზმებსაც, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს სამართლებრივი რეაგირება უფლება მოსილება ექნება. ბრძანება ძალაში 2027 წლის ივნისიდან შევა. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. აქამდე ქვეყანაში ამ სტატუსით 4 კომპანია სარგებლობდა. ესენი არიან
Amplify, Retain AI Solution და Helio AI. ახლა კი მათ დაემატა კურსი G, VicePay, Smarter Farm და MediMind. სტატუსი კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს და მიზნად ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას ისახავს. ჭიტასი აცხადებენ, რომ წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შესაძლოა დაახლოებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს, რომელთა შერჩევის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. Apple-მა smartphone-ების ხაზს ახალი უფრო ხელმისაწვდომი მოდელი iPhone 17i დაამატა. მოდელი iPhone 17-ის გამარტივებული ვერსია, ახალი მოდელი ფლობს იმავე პროცესორს, თუმცა აქვს შედარებით მცირე ეკრანი, ერთკამერიანი სისტემა და არ მოიცავს ეგრეთ წოდებულ Dynamic Island-ის ფუნქციას. Apple-ის სტრატეგიაში iPhone-ი კვლავ მთავარ ადგილს იკავებს, დაფიქსირდა რეკორდული განახლებები და იმ მომხმარებლების ორნიშნა ზრდა, რომლებიც Android-დან iPhone-ზე გადავიდნენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 17-ის გამოშვება მიზნად ისახავს ფასისადმი მგრძნობიარე სეგმენტის გააქტიურებას და ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის მასშტაბირებას, განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ძველი მოდელებით სარგებლობენ. მოწყობილობის საწყისი ფასი $600 და გაყიდვებით 11 მარტიდან დაიწყება. ახლა ვნახოთ როგორია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. გუშინ არ ყოფილა ვაჭრობა, შესაბამისად უნდა გავიმეოროთ ოფიციალური გაცვლითი კურსი. ვალუტის კურსის წარმდგენია კურსი G. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გაუფასურდა, რომელსაც ახლა ჩამოვთვლით ოფიციალური გაცვლითი კურსით $1 2 ლარი და 79 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 16 თეთრი. 1 თურქული ლირა ისევ 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 48 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 58 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 14 თეთრი. ვალუტის კურსის წარმდგენია კურსი G. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ. შევხვდებით ხვალ, თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.